სტიქია გამოვლილ კუთხეში კი ახლა რთველია, კახეთში ამინდი სტაბილურია, მოსახლეობა ყურძნის ჩაბარების ფასით მეტნაკლებად კმაყოფილია. თუმცა აკმაყოფილებთ თუ არა მენეჯმენტი, რასაც მათ სახელმწიფოს თავაზობს. ჩვენ სტუმარ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან დავითაშვილს დავუსვამთ შეკითხვებს ამ თემაზე, რომელიც იმავდროულად რთველი 2014-ის საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელია. მოგესალმებით ბატონო ლევან, თქვენ კახეთიდან დაბრუნდით, რა რაოდენობის ყურძნის მოსავალს ელოდებით წელს რეგიონში და რამდენის მიღებას შეძლებენ ქარხნები? დიახ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. წელს მიუხედავად სტიქიური მოვლენებისა და იმ პროგნოზების, რომ მოსავალი ძირითადად დაზიანდა და განადგურდა, ჩვენ ხედავთ, რომ გაცილებით მეტია ვიდრე შარშან. თუმცა შარშან ვამბობდით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის მოსავალი გადამუშავდა ინდუსტრიულად. ანუ ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობამ ძალიან კარგად მოუარა, ძალიან დიდი მონდომებით და შესაბამისად მიუხედავად იმის, რომ დაზარავდა სეტყვით და გვალვით, ჩვენ ხედავთ, რომ სტატისტიკა სახეზეა. დაახლოებით 20%-ით მეტი მოსავალია უკვე გადამუშავებული. ეს ეხება საფერავის ჯიშს, თუმცა ქაცეთელშიც დაახლოებით იგივე მოლოდინი გვაქვს და დაახლოებით 20%-ით მეტი მოსავალი იქნება შარშანდელ წელთან შედარებით. ასევე უპრეცედენტოდ მაღალი ფასები ფიქსირდებოდა თველის განმავლობაში საფერავის ჯიშის ყურძენზე. ქაცეთელის ყურძენიც შენარჩუნებულია ის ფასები, რომელიც იყო შარშან, ეს დაახლოებით ლარის რანგში. აქედან გამომდინარე, კახეთის რეგიონში წელს დაახლოებით 122 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია ყურძნის შესაძენად. აქედან რაც ძალიან დიდი ციფრია, მე მინდა გითხრათ, რომ ეს 30%-ით მეტია ვიდრე შარშან მთლიანი რთველის განმავლობაში კახეთის რეგიონში შესული თანხა. დიახ, ბატონო ლევან, თქვენ ფასზე საუბრობდით. გლეხების უმეტესობამ ჩააბარა საფერავი. მისი ფასი ზოგ შემთხვევაში იყო 2 ლარი, ხან 2 ლარზე მეტიც. დიახ, დამეთანხმებით. რიგ შემთხვევაში კი გლეხებს ქარხნები ლარნახევარსაც თავაზობენ, რაც მათ უკმაყოფილებას იწევდა. ვინ არის პასუხისმგებელი ფასის დადგენაზე, ან მის სტაბილურობაზე, ანუ ფასს ვინ ადგენს? ქარხნები ინდივიდუალურად, სახელმწიფოს რა როლი აქვს ამაში? დიახ, მოგახსენებთ, ბევრჯერ ამაზე გვისაუბრია, ალბათ არ დავიღლები და კიდევ ვისაუბრებ და მომავალში ჩვენ საბაზრო ეკონომიკას უნდა შევეჩვიოთ, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ფასი ყალიბდება მოთხოვნის და მიწოდების პირობებში და არა ვინმეს გადაწყვეტილებით, ან კონკრეტულად ქარხნების, ან გლეხების, რა მოთხოვნაც არის, იმის მიხედვით ყალიბდება ფასი. რაც შეეხება ფასის ცვალებადობას, იქიდან გამომდინარე, რომ ფასის მიხედვით ძალიან გრძნობიარეა მოთხოვნა, საწარმოების მხრიდან ფასი ან იზრდებოდა, ან მცირდებოდა რთველის სხვადასხვა ფაზაში. თუმცა დაახლოებით ის 2 ლარის რანგში დასტაბილურდა საფერავის ჯიშის ყურძენზე და საშუალო სტატისტიკური ფასიც ესეთია, საშუალო შეწონილი ფასი ჩვენ 2.05 მეასედი ლარი გვაქვს. ანუ საკმაოდ მაღალი ფასია, საკმაოდ კი არა ეს უპრეცედენტოდ მაღალი ფასია, ისტორიულად უძვირესი რაც დაფიქსირებულა საქართველოში ოდესმე რაიმე ჯიშის ყურძენზე კახეთის რეგიონში და პრინციპში ფასების მერყეობა ჩვენ უნდა შევეგუოთ და ფასების განსხვავებასაც საფერავის ჯიშის ყურძენზე, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ გვაგაჩნია დაცული ადგილწარმოშობის დასახელებები, რომელიც მიგმულია კონკრეტულ მიკროზონებს, კლიმატურ ზონებს, ეს არის იცით ცნობილი ქართული დასახელებები მუკუზანი, ქინძმარაული და ასე შემდეგ და იმ ადგილებში მოწეული ყურძენი ბუნებრივია მაღალი მოთხოვნის პირობებში კიდევ უფრო მეტი ეღირება ვიდრე დაუშვათ დანარჩენ კახეთში. უბრალოდ ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რითიც ჩვენ ვამაყობ და ქართული ღვინის მარკეტინგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ბატონო ლევან, კიდევ ერთი საკითხი, ჩვენ ვესაუბრეთ გლეხებს, რომლებიც რამდენიმე დეტალით უკმაყოფილოები არიან. მაგალითად, არის შემთხვევები, გლეხი მიდის კონკრეტულ ქარხანაში, მიაქვს ყურძენი, თუმცა აღმოჩნდება, რომ იმ დღეს ის ქარხანა ყურძენს არ იბარებს და უწევს სხვა ქარხანაში წასვლა, ეს კი დამეთანხმებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუ არსებობს კონკრეტული რგოლი, ვინც ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს გლეხებს, თუ რომელ დღეებში, კონკრეტულად რომელ ქარხანაში ხდება იმ დღეს ყურძნის მიღება? დიახ, ესეთი ფაქტი თუ ხდებოდა რთველის მიმდინარეობისას, ხდებოდა სწორედ გადაცდომის გამო იმ გეგმიდან, რომელიც ღვინის სააგენტომ შეიმუშავა და რთველი შტაბი ახორციელებს. სხვა შემთხვევაში ასეთი უხერხულობა არ შეექმნებოდა არც ერთ ჩამბარებელს და ჩვენ რთველის დასაწყისიდან ფაქტობრივად მთელი აგვისტო ვატარებდით შეხვედრებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, წმუნებულებთან, მუნიციპალიტეტში გამგებლის წარმომადგენლებთან და გამგეობებთან. მათ აქვთ ზუსტად ეს როლი, რომ შტაბთან კონდეთ კოორდინაცია და შტაბიდან მიიღონ ზუსტი ინფორმაცია, რომელიც უნდა მოსახლეს მიაწოდონ და თუ ოდესმე ხდებოდა დარღვევა, ალბათ სწორედ ეს კომუნიკაცია
იქნა დარღვეული. ძირითადად შემთხვევაში ჩვენ წარმოვიდგენთ თუ ეს ერთეული ფაქტები იყო მასიურად კახეთში რამდენიმე ათასი ადამიანი აბარებს და ეს მაღალ დონეზე არის ორგანიზებული, ანუ ეს შეფერხებები არ არის. იგივე ვიმეორებ რომ ხარვეზი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა თუ კომუნიკაცია იყო დარღვეული, იმ გეგმიდან გადახოვა ხდებოდა, რომელსაც ჩვენ თავაზობდით. გასაგებია და ბოლოს თუ შეგიძლიათ გითხრათ რთველი 2014 პროცესში რა პრობლემებს წააწყდით და როგორ მოხდება მის მოგვარება უკვე მომდევნო წლისთვის. დიახ, მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, მოსავალი როდესაც იზრდება, გამოწვევები უფრო მეტია, შესაბამისად უფრო მეტი მობილიზება საჭირო სახელმწიფოს მხრიდან და ამას ჩვენ მომავალ წელს კიდევ უკეთესად გავითვალისწინებთ. იგივე რაც თქვენ აღნიშნეთ, ალბათ ეს არის უმთავრესი ხარვეზიან შეფერხება, რომელიც თველის განმავლობაში წარმოიშვა. კომუნიკაციის პრობლემა, მაგრამ ამას ალბათ გარკვეული ობიექტური ახსნაც გააჩნიათ. იცით რომ არჩევნები ადგილობრივი ხელისუფლების სულ ახალი ჩატარებული იყო და ბევრი ის ადამიანი, რომელიც დღეს მოვალეობებს ასრულებს თავიანთ პოსტებზე, ახალი დანიშნულები არიან, შესაბამისად ნაკლები გამოცდილება გააჩნდათ და ის კომუნიკაცია ვერ მოახდინეს სწორად, რაც შტაბიდან მოდიოდა. მაგრამ გლეხისთვის ალბათ ეგ არგუმენტი არ იქნება მისაღები, მათთვის თავარია რომ ჩააბარონ. ბუნებრივია, თუმცა ჩაუბარებელი რომ არაფერი რჩება, ალბათ საბოლოოდ ამას ყველა ნახავს, ამას ყველა ხედავთ და აქედან გამომდინარე კახეთში რთველი ძალიან წარმატებულად ჩაითვლება და ბედნიერი გლეხები ალბათ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ კახეთის მთელი მასშტაბით, იმიტომ რომ ისინი იღებენ თავისი შრომის მაღალ ანაზღაურებას საერთოდ რთველის დასრულების შემდეგ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ რთველი კარგად ჩატარდა, თუმცა ის ხარვეზები ან შეფერხებები, რომელიც წელს ჰქონდა, გამოსწორდება იქიდან გამომდინარეც, რომ ამ ადამიანებს დაუზრუნდებათ მეტი გამოცდილება, მე ვიძახი სოფლებში წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტების და მომავალში ესეც გამოსწორებული იქნება. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, ვიხილოთ ბედნიერი გლეხები. მადლობთ რომ გამონახეთ დრო და გვეწვიეთ.